რეჟიმი ქიმიური იარაღით წამლავს, წერია დედაქალაქის მასშტაბით არაერთ შენობაზე. 2 საათში თბილისში მარშით მოქალაქეები ქიმიური იარაღის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ. ადგილზე, სადაც რეჟიმმა 1 წლის წინ უამრავი ადამიანის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. დღევანდელი მსვლელობის გზავნილების შესახებ ლიზი ვეკუა გვეტყვის მეც ფორმულას პირდაპირ ეთერში. Diakhluka რეჟიმი წამლავს ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სამგზავნილებით შეიკრიბებიან მოქალაქეები ზუსტად 2 საათში ფილარმონიასთან და გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ იქ სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს უკვე 1 წელია ჩვენი რესპონდენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ რომ ისინი არენდობიან მამუკა მდინარაძის უწყებას მამუკა მდინარაძის გამოძიებას ეხმაურებიან სუსში გამართულ ბრიფინგსაც და ამბობენ რომ სწორედ ამ ბრიფინგის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და გააგონოს რეჟიმს რომ ისინი არენდობიან მათ და მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და მათ ახლა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. 19 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და მივდივართ მსვლელობით პარლამენტისკენ ვაპროტესტებთ მოწამლას, რომელიც განხორციელდა 2023-24 წლებში. როგორც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტით დადგინდა, ქართულმა ოცნებამ გამოიყენა მომწამლელი ნივთიერება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და სწორედ ამიტომ ჩვენი ბრაზის მიზეზიც ეს არის. გამოვდივართ 19 საათზე და მივდივართ პარლამენტთან, რათა გავაპროტესტოთ კიდევ ერთხელ ეს უსაშინლესი ფაქტი, რომელიც ქართული ხალხის წინაშე არის დანაშაული. დღევანდელი აქცია, რომელიც ფილარმონიასთან 7 საათზე არის ჩანიშნული და იქიდან მსვლელობით წავალთ პარლამენტისკენ, შემადგენელია ყოველი შაბათ 7 საათზე შეკრების საფუძველის ჩაყრის. დღევანდელი აქცია არის დეკემბრის 2024 წლის დეკემბერში მომწამლელი ნივთიერებების გამოყენების და ადამიანების მოწამვლის, დაზიანების და დღემდე მოყოლილი დაავადებების, რომელსაც ძალიანაც უნდათ რომ გააფორმონ ისე რომ არ არის მოწამვლის ბრალი და თურმე ეხლა გაგვახსენდა რომ შარშან დეკემბერში მოგწამლეს და ეხლა ვიხსენებთ დაავადებებს. ჭვი არ გვეპარება რომ ის ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ, იყო მომწამლელი და იყო უკანონო. ამიტომ ეხლა ეს სუსის მოუმზადებელი ბრიფინგი, სადაც არ ვიცი ვინ კითხულობდა ამ ტექსტს და ვერ კითხულობდა, იყო სასწრაფოდ შეფუთული და ისრების გადატანა სვალ მხარეს. ეს იყო კიდევ ერთი უნიათო ნაბიჯი, რომ გაგვაჩუმონ. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიება. BBC-ს გამოძიების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ დაადასტურა თავიანთი წარმომადგენლების განცხადებებით, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამოიყენეს წყლის ჭაულში კონკრეტული ქიმიური ნივთიერება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ ქართული ოცნების გამოძიებას არ ვენდობით, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური, იზოლირებული და არ არის აღიარებული. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. დემონსტრანტებმა პროტესტის ახალი ფორმები შეიმუშავეს, რის შედეგადაც ყოველ შაბათს გაიმართება ტრადიციული მარში ფილარმონიიდან და ეს მარში გადაინაცვლებს საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე. დღესაც მსგავსი მარში არის ჩანიშნული საღამოს 7 საათზე, ზუსტად 2 საათში მოქალაქეები შეიკრიბებიან კიდევ ერთხელ და გააგონებენ რეჟიმს, რომ ისინი არაპირებენ დანებებას, ასევე გააჯგრებენ გზავნილებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებასაც.